საქართველოში თითოეულ ჩვენგანი საქართველოს მოქალაქეები პირველი დღიდანვე ვადევნებდით თვალყურს, რა თქმა უნდა, რუსების სიველურეს უკრაინაში, რომელიც გულისხმობდა მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა ჟლეტას, მაგრამ უშუალოდ აქ ყოფნით და საკუთარი თვალით ნანახი ბევრად უფრო მძიმეა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ წმუნდები, რომ დღეს სოფლიოში უკრაინა გახდა უკვე სადისთან ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლოდ. მაგრამ ძალიან ცოტა ხანში, მცირე ხანში უკრაინა გახდება აი ამ სისასტიკესთან, აი ამ ველურობასთან და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. ამაში ეჭვი არ ეპარება არც ერთ უკრაინელს, ვინც ჩვენ ვნახით და გქონდა შესაძლებლობა მათთან საუბრისა. იმ ქალაქებში, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს უბრალოდ. აი ამ ქალაქებში არის ის რწმენა. და ამ ქალაქებში ჩვენ არ ჩამოვსვლათ უბრალოდ იმის სათქმელად, რომ რასაც რუსები აკეთებენ, ეს გენოციდია. არა, ეხლა ჩვენი აქ ყოფნით, ჩვენ მინდა გავაღვივოთ რწმენა, ემოცია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. აუცილებლად გაიმარჯვებს, შეუძლებელია ამ ენით აღუწერელმა სისასტიკემ, რაც ჩაიდინა რუსმა, დიახაც, რუსმა ჯარისკაცმა შერჩეს. და ამ ყველაფერს წინააღმდეგობა პირველ რიგში უკრაინელი, ქართველი მათთან ერთად და ჩვენ ვიზეიმებთ უკრაინელთან ერთად მსოფლიოში თავისუფლებას.